სასამართლომ მიიღო არასამართლებრივი, არალოგიკური, მათ შორის სამართლებრივად არაგონიურული გადაწყვეტილება და სრულიად არასამართლებრივად გადაწყვიტა, რომ 11-ვე ბრალდებულთან მიმართებაში დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი, ეგრეთ წოდებული სახაზინო ადვოკატი. კარგად რომ იყოს გასაგები, აქ არ მოხდა ჩანაცვლება ჩვენი, აქ მოხდა დამატებით საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშნა. ერთი თვით ადრე მინიმუმ მოსამართლისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა ვერ გამოცხადდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვით ადრე ეს მოსამართლისთვის ცნობილი იყო, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოსამართლემ ჩვენთან შეუთანხმებლად კონკრეტულად რამდენიმე ადვოკატთან შეუთანხმებლად და მათ შორის იმ ადვოკატთან შეუთანხმებლადაც, რომელიც დღეს პროცესზე ვერ იმყოფება, როცა მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ დღეს პროცესი არ გაიმართებოდა, მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და ჩაამატა უკვე ჩანიშნულ პროცესების დღეებს, ჩაამატა დღევანდელი დღე. შესაბამისად, ვინაიდან ქერაშვილის ადვოკატი დღეს ვერ იმყოფებოდა, მან მიიღო ბუნებრივია ლოგიკური გადაწყვეტილება, მას არ შესწევს იმის ძალა და უნარი, რომ სამართლებრივად მისი თავი დაიცვას. შესაბამისად, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისიც ვერ შეძლებდა დღევანდელ პროცესზე დასწრებას, ვინაიდან ის ვერ შეძლებდა თავისი უფლების სათანადოდ განხორციელებას, ვინაიდან მას წაართვეს დაცვის უფლება. მოსამართლემ გარდა ქერაშვილისგან გაყენებულად სხვა 10-ვე პირთან მიმართებაში, რომლის ადვოკატების დღეს პროცესზე ვიყავით წარმოდგენილი, მოსამართლემ სრულიად ჩვენთან შეუთანხმებლად, ბრალდებულებთან შეუთანხმებლად, ფაქტობრივად იძულებით 11-ვე პირთან მიმართებაში დანიშნა სავალდებულო წესით საზოგადოებრივი ადვოკატი, როცა არც ერთი წინაპირობა ამისა არ იყო. მოსამართლემ როცა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, არ დაასაბუთა საერთოდ კონკრეტული მუხლით, არც პუნქტით, არც რომელიმე ქვეპუნქტით, ვინაიდან ვერ დაასაბუთებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან ამგვარად სავალდებულო ადვოკატის ჩანიშვნას საერთოდ პროცესი არ ითვალისწინებს, შესაბამისად ვერანაირი დასაბუთება ჩვენ ვერ მოვისმინეთ დღეს მოსამართლის მხრიდან. ჩვენი შუამდგომლობა ყოველივე აქედან გამომდინარეობდა და გადავწყვიტეთ, რომ დაგვეყენებინა აცილების შუამდგომლობა, ვინაიდან ბუნებრივია ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მოსამართლე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ღებულობს მიკერძოებულად და არ იცავს მათ შორის დაცვის უფლებას, არ იცავს შეჯიბრებითობის პრინციპს. შესაბამისად გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლე ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი აღნიშნულ პროცესში და ვერ მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას, როცა ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიიღო სრულიად აცდენილად კანონმდებლობისგან. სასამართლომ ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, კერძო ადვოკატების შეთანხმებით ადვოკატების შეგვაშინა, რომ თქვენ არ მოხვალთ და არ მოვლენ თქვენი დაცვის ქვეშ ყოფები, მე მაინც ჩავატარებ სხდომებს. როცა არც ერთი სასამართლოს სხდომის გაცდენის პრეცედენტი არ აქვს. არც ერთი გაჭიანურების მცდელობის ფაქტიც კი დარბაზში არ დაგიფიქსირებია 6 თვის განმავლობაში და პრევენციულად წინასწარ იღებ გადაწყვეტილებას, რომ დანიშნო ადვოკატი, რათა მომავალში არ მოხდეს ამგვარი რაღაც ფაქტი არ გქონდეს. ეს არის არათუ სავალდებულო დაცვა, ეს არის იძულებითი დაცვა. ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, დაწერილს და დაუწერილს. უფრო მეც გეტყვით, ცივილიზაციის განვითარების სტანდარტს ემსახურება, სადაც ინდივიდის უფლება არის აღიარებული. იმიტომ რომ როცა შეთანხმებით დაცვა გაქვს სახეზე, ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი ინტერესი მინდა იცავდეს, მაგალითად ომარ ფურცელაძე. ცდუნება იმის, რომ შეიძლება ადვოკატი შემოვიდეს განსხვავებული ინტერესებით, ბრალდებულებთან მიმართებით, ასევე მას ჰქონდეს სპეციალური პოლიტიკური მოტივაციაც ამ საქმეში, რომ პროკურატურა შეუწყოს თეთრი ძაბით შეკრებილ საქმეზე, რომ როგორმე რაიმე სახის კითხვებით ან მტკიცებულებებით გაამყაროს მათი პოზიცია ან შექმნას, მაინც ეს არის ძალიან რეალური. ამიტომ გქონდა ძალიან სწორი პრეტენზია დაცვის მხარისას და თავად ინდისის პატიმრებსაც, რომ ჩვენ არ გვსურს იმ ადვოკატის ჩართვა, რომელსაც პიროვნულადაც არ ვიცნობთ, იმიტომ რომ თუ ინტერესებშიც იქნება სხვაობა და მაგალითად ამ დროს ინტერესებში არ იქნება იმ პიროვნების მიერ დაცვა, რომელსაც საერთო ხედვა არ აქვს ამ დროსთან დაკავშირებით, თუნდაც იმ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმდინარეობს დღეს, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს პროცესებს. ჩვენ როგორც ვიცით, პოზიცია არც ერთი ბრალდებული არ აპირებს, რომ შეხვდეს აღნიშნულ სახაზინო ადვოკატის პენტენციურ დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადვოკატს ჰქონდეს სურვილი, ბრალდებულებს არ აქვთ ამის სურვილი და ისინი განაცხადებენ უარს და შემდგომშიც, როდესაც ეს პიროვნებები გამოცხადდებიან პროცესებზე, აი იქნება ერთი ადვოკატი თუ რამდენიმე, ჩვენ გვექნება აცილების შუამდგომლობა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ბრალდებულის უფლებების დარღვევა და მეორე ეს არის ზოგადად იმ ადვოკატების შეურაცხყოფა, რომლებიც ჩვენ პერიოდულად უკვე რამდენი ხნის განმავლობაში ვიცავთ აღნიშნულ ადამიანებს.